ეხლა ჩემს შვილებს მე ერთ რაღაცას ვასწავლი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს უნდა წარმოიდგინოთ სამი რაღაცა. როცა წყვიტავ, რომ დაადგინო ეს გადაწყვეტილება სწორი არის თუ არ არის სწორი. ეს არის უფალი მოეწონებოდა ეს შენი გადაწყვეტილება თუ არა. მშობლებს მოეწონებოდა შენ სამშობლოს ეს მოეწონებოდა თუ არა. აი ეს სამი რაღაცა. შეიძლება ხა ესენი ჩემნაირად მეამბოხეები გაიზარდონ და ყველაფერს ეჭიდაონ და ყველაფერს ეჭხუბენ, მაგრამ სწორედ ესეთი მეამბოხე ადამიანების ხარჯზე არის, რომ ეს ტრადიციები და ყველაფერი აპდეიტს აკეთებენ და ახლებურად აყვარებენ საზოგადოებას თავის თავს. აი ტრადიციას მე ბავშვობაში ამასაც ძველად ვამბობდი, მონახალხი არ ჭირდება რა. ჭირდება შეყვარებული ხალხი ჭირდება და მეგობარი ხალხი ჭირდება და აი მე სულ ამას ხედავდი რომ ძირითადად იყვნენ მონები და ეს მკლავდა მე რა და უნდა იყოს ტრადიცია ახლა მე რო სუფრაზე მაგალითად მამაჩემ მე მთხოვდა რომ მოდიო რა დალიო ესე გემრიელად ცხოვრე ესე გემრიელად ლაპარაკობ რომ იმიტომ რომ ეს მე სხვა გზებით ვიპოვე სიტყვები და ეს ჩემი რაღაცეები და არა მონური ტრადიციული აი ესე ამბობენ მაშინ მეც ესე უნდა ვთქვა ესე აკეთებენ რაღაც თქვის დასმის სრული რო აღარა აკადემიას შაბლონი ფრაზები ხო რაღაც რომ და ძალიან უყვარდა მე რომ თამადა დამნიშნავ და მილიონს ინგიჟეს რო ვიტყო დამდაურა მაგარი არის რომ ყველა ელოდება რომ რაღაც ახალი საინტერესო რაღაცა ისეთი იყოს რაც ეხება ადამიანებს რა და არა რეალურად სუფრაც ხო ეგ არის იმპროვიზაცია სიახლე და არა დაშტამპული ერთი და იგივე ფრაზები კი რა ნაღდათ ეგრე არის ხო მოკლედ ასეა აი ეს მეამბოხეობა რო ახსენეთ ბატონ ლადო როგორ შეხვდა მამამ თქვენ უფრო განცდით შეხვდა და შევეცოდა, იმიტომ რომ იცოდა რომ ამებს რო ვაკეთებდი რა ბედი მექნებოდა რა და ამიტომ მატარა კარატეზე დავდიოდი, ბოქსზე დავდიოდი, ყველაფერზე მატარა რომ ცოტა და ეს სხვათა შორის ის რა შეიძლება მე არ გამომიყენებია ბევრჯერ, მაგრამ ეს კიდე მე სხვა ძალას მაძლევდა რომ ვიცოდი რომ ანუ ამ ჩხუბების და იმებს ესე არ მეშინოდა მე იმიტომ რომ აი ესე რომ მქონდა და უფრო თამამი ვიყავ კიდე ურთიერთობებში და ეს მამაჩემის დამსახურება არის უფალმა ნათლში ამყოფოს მისი სული ყველაფერი